მე მინდა დღეს თქვენ მიიღოთ ამ ახალ ოფისში, რომელიც არის გაგრძელება ორბელიანების სასახლესი. უკვე 41 მეორე დღე არის, რაც აქტიურად თბილისში და ყველა სხვა ქალაქში გამოხატული არის ის, რაც არის ნამდვილად ქართული ხალხის ნება. ყველა დონე სასამართლოსი არის წართმეული, ხალხისგან წართმეული და სამართლიანობა ამ ქვეყანაში ვერ მოიპოვება. პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა, რაღაცა ერთპარტიული და ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, როცა de facto პარლამენტი, de facto მთავრობა, de facto პრეზიდენტი დღეს ცდილობენ რაღაცნაირად რომ შექმნან სურათი მართლობის, როცა რეალურად ქვეყანა არის გარჩერებული, უფრო და უფრო საქართველოს გადასული არის ამ ყველაფრის გამო იზოლაციაში და ჩაკეტილი ქვეყანა, რაც ცხადი არის პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, ის ქვეყნები, რომლებიც არ ითვლებიან როგორც ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები, ამის გარდა არავინ არ აღიარებს არჩევნებს და არავინ არ აღიარებს არჩევნებიდან გამოსული არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს და ეს კიდევ უფრო ცხადი არის იზოლაციაში გვამყოფინებს ჩვენ მთლიანად ქვეყანას, მაგრამ ჩვენს გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებს სრულყოფილად. დღეს ახლა ამას ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, მივდივარ ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით, მექნება მაღალდონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენ პარტნიორებთან. ეს არის მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, რომ არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ ვერ მართავს დიდ ხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ.